პავლე მოციქულის წიგნი ებრაელთა მიმართ თავი მე-6. ამისთვის დაუტევოთ დასაბამისა მის ქრისტეს სიტყვათა და სისრულისა მიმართ მოვიდეთ. ნუ კვალად საძირკველსა დავსდებთ სინანულისასა მკვდართაგან საქმეთა და სარწმუნოებისა ღმრთისა მიმართ. ნათლის ღებისა სწავლისა, დასხმისა ხელთაისა, დაღდგომისა მკვდართაისა და სასჯელისა მის საუკუნოისა და ესე ვყოთ უკეთო ვიბრძანოს ღმერთმან. რამ თუ შეუძლებელას ერთგზის განათლებულთა მათ, რომელთა გემოი ეხილვოს ნიჭთა მათ ზეცისათაი და ზიარქმნულ იყვნეს სული საწმინდისა და კეთილი გემოი ეხილვოს სიტყვის აღამთისაი და ძალიგი მერმისა მის საუკუნოისაი და დაცემულთა კვალად განახლებაი სინანულად თანა ჯვარს ცუმად თავთა მათად ზეთა ღმთისასა და განკიქებად. რამე თუ ქვეყანამან რომელმან სვის მრავალგზის მისზე და მოსული წვიმაი და გამოიღის მწვანვილი სარგებელი მათთვის, რომელთათვისცა იქნების, მიიღებს კურთხევას ღმრთის მიერ, ხოლო უკეთო მოიღის ეკალი და ყუროის თავი ურგები და წყევისა მახლობელი, რომლისა უკანაისკნელი და საწველად არნ, ხოლო ჩვენ გრწამს თქვენთვის საყვარელნო, უმჯობესი და მახლობელი ცხოვრებისაი, ესე დღა თუ ვიტყვით. რამე თუ არა არის სიცრუე ღმრთისათანა, ვითარცა დაივიწყნა საქმენი თქვენი და შრომაი სიყვარულისა თქვენისაი, რომელი აჩვენეთ სახელისა მისისათვის, რამე თუ მსახურებით წმინდათა მათ დამსახურებცა. გსურის კაცად კაცადისა თქვენისაი, რაითა მასვე აჩვენებდეთ მოსწრაფებასა, გულსავსებისა მის მიმართ სასწროებისა, ვიდრე აღსასრულადმდე. რაით არა მოჰმედ გრდეთ, არამედ მობაძავ იყვენით მათ და რომელთა იგი სარწმუნოებითა და სულგზელებითა დაიმკვიდრნეს აღთქმანი. რამე თუ აბრაამს აღუთქვა ღმერთმან, ვინაიდან არავინ იყო უფროისი, რომელსამცა ფუცა თავისათვის ისა და თქვა ვითარმედ კურთხევით გაკურთხო შენ და განმრავლებით განგამრავლო შენ და ესეთ სულგძელ იქნა და მიემთხვია აღთქმასა. რამე თუ კაცთა უფროისისა მიმართ ფუციან და ყოვლისა ცილობისა მათისა დასასრულსა დასამტკიცებლად ფიციარს, რომლითა უმეტესად უნდა ღმერთსა ჩვენება და მკვიდრთა მათ მის აღთქმისაითა შეუძრელობა იზრახვისა მისისაი შუამდგომელ ყოფიცი, რაითა ორთავე მათ საქმეთა მიერ შეუძრავთა, რომელთა შინა შეუძლებელი იყო ცრუება და ღმერთი, ძლიერი ნუგეშინის ცემაი გვაქუნდეს ჩვენ, რომელნი ესე შევევედრენით შეკრალვა და წინაშე გამზადებულსა მას სასწროებასა, რომელი ვითარცა ხარისხი გვიპყრიეს სულისაი, კრძალული და მტკიცე და შემავალი შინაგანსა მას კრეთ საბმელსა, სადა იგი წინამორბედად ჩვენთვის შევიდა იესო, წესსა მასა და მელქისედეკისა, გვდელთ მოძღვარ იქნა იგი უკუნისამდე.